ევროკავშირი მსოფლიოში ყველაზე დიდი კორუფციის ქარხანაა. ყოველწლიურად აქ ტრილიონი ევრო ქრება კორუფციული სქემებით. ეს უფრო დიდი თანხაა, ვიდრე ჩემი ქვეყნის ნიდერლანდების მთლიანი შიდა პროდუქტი. ეს ინფორმაცია მათივე ანგარიშებშია ასახული. საილუსტრაციოდ რამდენიმე მაგალითს მოვიყვან. 2022 წლის დეკემბერში ბელგიის პოლიციამ 1,5 მილიონი ევრო იპოვა ევროპარლამენტარების კეისებში. ეს კატარიდან და მაროკოდან მიღებული ქრთამი იყო. ევა კაელი, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი, სწორედ ამ ბრალდებით დააგავეს. თუმცა რამდენიმე თვეში ფეხზე საპოლიციო მოწყობილობა დაუმონტაჟეს და გაათავისუფლეს. ევროკავშირის ბოსმა Ursula von der Leyenმა მილიარდი ევროს ღირებულების Pfizer-ის ვაქცინების საქმე მოკლე ტექსტური შეტყობინებებით დახურა. თუმცა როდესაც ევროკავშირის სასამართლომ შეტყობინებების გასაჯაროება მოსთხოვა, von der Leyenმა ამაზე უარი განაცხადა. მას ვერავინ აიძულებს რაიმეს გაკეთებას. Henrik Holloway, ევროკავშირის მაღალჩინოსანი, მუდმივად უფასოდ მგზავრობდა კატარში, როდესაც ადგილობრივებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. ამის შესახებ ანტიკორუფციულმა ორგანომ განაცხადა, რომ რაიმე სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია. პირიქით, Holloway მალევე დააწინაურეს. 2025 წელს ფედერიკა მოგერინის ევროკავშირის ყოფილ წარმომადგენლის საგარეო საქმეებში ბრალი წაუყენეს კორუფციულ სქემაში მონაწილეობისთვის, რომლის მეშვეობითაც მან სულ რაღაც 130,000 ევრო მიიღო. წარმოიდგინეთ, თუ ასეთი მცირე თანხების გამო თანახმანი არიან კორუფციაში ჩაერთონ, რას იზამენ იმ მილიარდობით ევროსთვის, რომელიც ევროპის მასშტაბით მოძრაობს. და იცით, რატომ არავინ არასდროს ისჯება? იმიტომ რომ საკუთარ თავს იმუნიტეტის უფლება დაუმტკიცეს. ბიუროკრატების დაკავება მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი, თუ მათივე კოლეგები დათანხმდებიან ამას. ტრილიონი ევრო ყოველწლიურად. ეს 2,000 ევრო ევროკავშირის თითო მოქალაქეზე. და ეს თანხა კორუფციის გამოქრება. თუმცა თუ ამაზე საჯაროდ ისაუბრებ, პოპულისტობას დაგაბრალებენ. დემოკრატიის ნამდვილი მტრები ბრიუსელში არიან, ფულით სავსე ჩემოდნებით. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.